რაც ის სახლობს, რაც სახლშია ჩვენთან, მე რამე ცუდი მოქმედება არ შემიმჩნევია. მამაშვილად ვართ განწყობილი და ამასთან ერთად ძალიან გულღია საუბარი ვქონდა. როდესაც ეს გამოქვეყნდა, ჯერ გადმოიცა ტელევიზიაზე და მერე გამოქვეყნდა გაზეთში, ჩვენ რასაკვირველია ძალიან განვიცადეთ ეს. ეს იყო ჩვენი ოჯახისათვის შოკი. და როდესაც მე მას უთხარი, რაშია საქმე, საიდან მოვიდა, მან გულღიად მითხრა, რომ ზოგი სურათი ნამდვილად ვადასტურებო ჩემო, მაგრამ ეს ჩვენი ლაზღანდარობით მოგვივიდაო, რაღაც დღესასწაულთან დაკავშირებით თვალები ვიყავით და არა ვიცოდი, რომ ეს ასე იქნებოდა, ასეთი საგანგაშო, თუ არა როგორ მოვათავსებდიო. მიუხედავად ამისა, მე ცუდი საქციელში კიდევ ვიმეორებ, რომ არ შემიჩნევია, ძალიან დაგვირებული კაცი ვარ, არის აკურატული კაცი, თავის მოვალებას პირნათლად ასრულებს, რამდენადაც ვიცი სკოლაში და ავტორიტეტი სარგებლობს. მქონდა საუბარი და თქვა, რომ მე ამას ეს არის აშკარა ცილის წამებაო, მე ასეთი არ ვარო, არც მიფიქრიაო არასოდეს და რომ ასეთ იმას რომ ასეთი ცილის წამება რო იქნებოდა ვინ ველოდე არ ველოდია ამასო თუ არა ამას არ მოათავსებდიო ჩემს ნოუთბუქში. ამიტომ თვითონაც განისდის სასტიკად განისდის. ჩემი ოჯახის ყველა წევრები განვისდით, მაგრამ ნამდვილად მე რომც ყოფილიყავი ასეთი ორიენტაციისთვის, ეს მიღებული ფორმა არც დავმალავდიო, აშკარად მეუბნება და ჩვენს მირწმუნებთ და გვეცოდება და ვალდებული ვართ ბოლომდე შევინახოთ სანამ იქნება. სხვა საფუძველი ჩვენ არ გვაქვს. ცხოვრობს და ისხოვრებს შენ ბიჭის ბინაში. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ მის დაცვაზე, შენახვაზე, მოვლაზე და ვალდებულად ვთვლით და თუ არა ჩვენ ეს როგორც სტუმარი ისე მივიღეთ თუ არა ჩვენ არავინ არაფერს არ გვიხდის და ანაზღაურებას არ გვაძლევენ ამაზე. მაგრამ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ. მეუღლე ჩემი არის ინგლისურის მასწავლებელი, ბავშვებს რომ ურთიერთობა ეგეც გავითვალისწინეთ და ამიტომ მივიღეთ ოჯახში და ვალდებული ვართ ბოლომდე დავიცვათ სანამ ეს